მე უპირველეს ყოვლისა მინდა მივუსამძიმრო, იცით, სამი გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახური ყავს. უპირველეს ყოვლისა მინდა მივუსამძიმრო მათ ოჯახებს, ასევე მათ თანამებრძოლებს. დღეს იცით, დღის 11 საათზე მოხდა ინციდენტი, სამწუხარო ინციდენტი კრწანისის პოლიგონზე, შესაბამისად გარდაცვლილია სამი სამხედრო მოსამსახური, დაჭრილია დაახლოებით და ზუსტად უпростоრეთ 13 სამხედრო მოსამსახური. ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ ამ 13 სამხედრო მოსამსახურის მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომ ესენი არიან ინტენსიური დაკვირვების ქვეშ სამედიცინო დაწესებულებებში, პრინციპში ყველაფერი კეთდება მათ დასახმარებლად. ამავდროულად ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ გარდაცვლილების ოჯახებთან მიმართებაში სახელმწიფო გააკეთებს მაქსიმალურად ყველაფერს, რაც კანონით ვალდებულება ეკისრება, მათ სოციალური დაცვის გულისხმობა ამ კონკრეტულ შემთხვევაში. თვითონ ინციდენტთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, სულ რამოდენიმე სიტყვით რაღაც პატარა ინფორმაცია მოგაწოდოთ. ესეთი წვრთნები შეიარაღებულ ძალებში პრაქტიკულად ყოველდღიურად ტარდება და ძალიან დიდი ოდენობით არის წლის განმავლობაში, რაც უცხო თვალისთვის ესე სანახავი არ არის, უბრალოდ დღევანდელი ინციდენტი, ესეც სამწუხარო ინციდენტი რადგანაც დაფიქსირდა, შესაბამისად ჩვენ მას სამხედრო პოლიციამ დაიწყო კონკრეტული საქმის გამოძიება ამ ეტაპისთვის. ახალი დაწყებულია, რა თქმა უნდა, გამოძიება და ჯერჯერობით ბევრი რამ არ არის დადგენილი, მაგრამ საბოლოო ჯამში თუ ვინმეს პასუხისმგებლობა ამ კონკრეტულ შემთხვევაში გამოიკვეთა, შემიძლია გითხრათ, რომ სრული სიმკაცრით იქნება დასჯილი ის კონკრეტული სამხედრო მოსამსახური, რომლის ბრალეულობა შეიძლება არსებობდეს. თუმცა შემიძლია ამავდროულად გითხრათ, რომ ზოგადად როგორც წესი წვრთნებს და პოლიგონებზე წვრთნებს განსაკუთრებით ახლავს რიგ შემთხვევაში ცალკეული სახის ინციდენტები, რა თქმა უნდა, ესეთი უბედური შემთხვევით არ უნდა დასრულდეს და ამ სახის შედეგი, რა თქმა უნდა, არ უნდა მივიღოთ, მაგრამ და შესაბამისად კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ იმას, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით სამხედრო პოლიციაში უკვე მიმდინარეობს გამოძიება და იმ შემთხვევაში თუ რაიმე სახის პასუხისმგებლობა ვინმე სამხედრო მოსამსახურის გამოიკვეთა, ის აუცილებლად იქნება მიცემული სისტემას პასუხისმგებაში.